შენი თითები სიცივისგან გაყინულია, მაგრამ ნამცხვრის ცხობას მაინც არ წყვეთ. 1992 წლის თბილისში ვაზის უბნის ერთ-ერთი ჩაბნელებული კორპუსის სამზარეულოში დგახარ. ჰაერში ნავთის მძიმე შემხუთველი სუნი დგას და ოთახს მხოლოდ ლამპის მკრთალი ბჟუტავი შუქი ანათებს. ეს ის ეკლერებია, რომლებიც დილით უბნის ჭიხურში უნდა ჩააბარო და ნაშოვნი კაპიკებით შენს სამ პატარა გოგოს ლუკმა პური მიუტანო. შენ საქმეს წყვეთ და ოთახის ბნელ კუთხეს გახკურებ. იქ ლევანიზის შენი ქმარი. ოდესღაც კლდესავით მტკიცე კაცი, აფხაზეთის ომის გმირი, რომლის მკერდზე თავის დადება შენთვის აბსოლუტურ სიმშვიდესა და დაცულობას ნიშნავდა, ახლა ეტლს არის მიჯაჭვული. შენ ხელით მის ცივ ლოყას ნაზადეფერები. შენ გონია, რომ ძალა აღარ შეგრჩა და ამაზე რთული უკვე აღარაფერი იქნება. მაგრამ ნამდვილი ჯოჯოხეთი მხოლოდ ახლა იწყება. შუაღამისას ლევანს სუნთქო უჩერდება. საავადმყოფოს დერეფანში საშინლად ცივა. ექიმის ხმა დაღლილი და უემოციოა. დილამდე ვერ მიაღწევს, სასტრაფო ოპერაცია საჭირო, ფული წინასწარ. გარბი ხარ დოდოსთან, უბნის მევახშესთან. ოთახში მკრალი სუნამოსა და იაფფასიანი თამბაქოს სუნი დგას. დოდო ტყავის სავარძელში ზის და ოქროსფეჭდიანი თითით ფურცელს შენგენა ჭოჭებს. მისი თვალები შავი და ცარიელია. სახლი უნდა ჩადო გოგო, გეუბნება ის და სიგარეტის კვამს სახეში გაფრქვევს. ჩემი ფული ჰაერიდან კი არ მოდის. წამითაც არ ფიქრობ და საბუთს ხელს აწერე. შენთვის მთავარია ლევანი გადარჩეს, შენი შვილების მამა. დოდო კმაყოფილი სახით ოპერაციისთვის განკუთვნილ თანხას გაძლევს და გაფრთხილებს, რომ პირველი პროცენტი უკვე თვის ბოლოს გაქვს გადასახდელი. საოპერაციოს გართანზი ხარ და მუხლებზე ხელები გაქვს შემოხეული. კარი იღება. ექიმი გამოდის და იატაკს უყურებს. შენ ყველაფერს სიტყვების გარეშე ხვდები. საოპერაციო მაგიდაზე შენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული დაკარგე. ქმრის გარდაცვალებიდან 2 თვეა გასული. პროცენტი ვეღარ გადაიხადე. მევახშე დოდო საცხოვრებელს გართმევს. არც შენი უბედურება ადარდებს და არც ის, რომ სამ მცირეწლოვან შვილთან და მოხუც დედასთან ერთად ქუჩაში გტოვებს. შენი სახლი, შენი მოგონებები, კედლები, სადაც ეს ბავშვები დაიბადნენ, სხვისი გახდა. ახლა ნაქირავებ, ობიან და ნესტიან სარდაფში ზიხართ. ჰაერში სიღარიბისა და შიმშილის სუნი დგას. 10 წლის ნინი, შენი უფროსი გოგო, შენთან მოდის. ის თვალებში გიყურებს და გეუბნება. დედა, არ მშია, მართლა არ მშია. ის გატყუებს. 10 წლის ბავშვი ცდილობს დედას ტკივილი შეუმსუბუქოს. ანდროს კარზე ფრთხილი, მაგრამ ნაცნობი კაკუნი ისმის. ჭრიალა კარი იღება და ციცო დეიდას ხედავ. მეზობელი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა ჯოჯოხეთსაც გადიხართ. ხელში ძველ გაზეთში გახვეული, ჯერ კიდევ ცხელი ჯამი უჭიროს. შემოგელოთ ჩემი თავი, ამბობს ის ჩახლეჩილი ხმით და ჯამს მორგეულ მაგიდაზე დგამს. ცხელი ლობიო ამოგიტანეთ და ცოტა მჭადი. ბავშვებს ვაჭამოთ სანამ თბილია. შენ სათქმელს ვერ პოულობა, კელში გაჩხერილი მწარე ბურთი გაახჭობს. ციცო გიახლოვდება, შენს გაკინულ ხელებს თავის მტევნებში იქცევს და ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ გეუბნება. ასე არ გამოვა შვილო. შენს დაიღუპები და ამათაც დაღუპავ. უნდა წახვიდე. საათ ციცო დეიდა, ვის რაში ვჭირდები, ვინ მიმიღებს? ძლივს ამოთქვამ შენ. საბერძნეთში შვილო, ათენში. ციცო თვალებში გაშტერდება. ჩემი ნათესავი ლელა, ხომ იცი, მეორე წელია უკვე იქ არის. მოხუც სულის და აქ მისმა ოჯახმაც შედარებით ამოისუნთქა. მე დაგაკავშირებ იმ ხალხთან, ვისაც საბერძნეთში გადახკავს ქალები. დედა შენი ბავშვებს მიხედავს, მეც აქ ვარ. შენ კი ამ ვალებიდანაც ამოხვალ და ბავშვებსაც გადაარჩენ. დიალოგში დედა შენი თამრიკოც ერთვება. წადი შვილო, ბავშვებს მე მოული. საზღვრის არალეგალურად გადაკვეთა სიკვდილს უდრის. ავტობუსის სპეციალურად მოწყობილ სამალავში იატაკის ქვეშ სიბნელეში ხარ მოკუნტული. ჰაერი არ ყოფნის. თითოეული გაჩერება საზღვარზე პოლიციის ძაღლების ყოველი ყეფა გულს გიჩერებს. შენ სურათს უყურებ და შენ სამ ზესავით გოგონას იხსენებ, ხოლო ეს გაძლევს ძალას. და აი საბერძნეთი, შენ აქ არავინ ხარ. შენ ვისაც სახლში ლიტერატურაზე საუბარი გიყვარდა, ახლა უცხო დემენციით დაავადებულ ბებოს ული. მის შეურაცხყოფას ენის არცოდნის გამო ვერ პასუხობ, მაგრამ ტონით ხვდები, რასაც გეუბნება. შენი დამსხდარი ხელები საბნიან, ცხელ წყალშია ჩაკრილი, ხერხემალი გტკივა.
მაგრამ თვის ბოლოს, როცა პირველ 100 ევროს კონვერტში დებ და თბილისში აგზავნი, შენი ღიმი. იცი რომ ამაღამ შენი გოგოები თბილ ოთახში დაიძინებენ. იმ ბებოს შვილი იანისი ხშირად მოდის. ერთ საღამოს ის ზედმეტად ახლოს მოდის. ცდილობს ხელი მოგხვიოს, მხარზე გეხება. გეჩუქჩულება რაღაცას. გპირდება უკეთეს ცხოვრებას, დასვენებას. მან იცის რომ შენ მარტო ხარ. ის ფიქრობს რომ შენ უბრალოდ მარტოსული, დაღლილი, არალეგალი ემიგრანტი ხარ, რომლის კიდვაც შეიძლება. მაგრამ ის ვერ ხედავს შენ შიგნით არსებულ სიმტკიცეს. შენ უკან იხევ. შენს გაყინულ თვალებში ისეთი ცეცხლი ინთება, რომ კაცი ადგილზე იყინება. ჩემი ქმარი გმირი იყო, ეუბნები შენ ქართულად. თუმცა მას შენი არ ესმის. ის სამშობლოს შეეწირა. შენ ვინ ხარ რომ მე შემეხო? შენ ინარჩუნებ ღირსებას. იანისის სახეზე დამცირებული, ეგო შელახული კაცის ბრაზი ისახება. ის ერთი ნაბიჯით უკან იხევს და გიყვირის. ახლავე დაახვიე აქედან, გათავისუფლებული ხარ. 10 წუთიც არ გასულა და შენი ბარგი ჩანთაშია ჩატენილი. უცხო სახლის მძიმე კარი შენს ზურგს უკან იხურება და ქუჩაში რჩები. ათენის ხმაურიან, უცხო ქუჩებში მიაბიჯებ. გარშემო ათასობით შენობის შუქიანთია, მაგრამ შენ სულში წყდიადია. ფეხები თავისით მიგათრევენ, უმისამართოდ. გონებაში კადრები უკონტროლოდ ენაცვლება ერთმანეთს. მევახშე დოდოს ცარიელი, შავი თვალები. პატარა ნინის ხმა, არ მშია დედა. ლევანის ჩამსხრეული ხერხემალი და მიშტერებული მზერა. ტროტუარზე ჩერდები, უცხო ცის ქვეშ დგახარ და გრძნობ, როგორ გიმძიმს ჰაერი. ხვდები რომ უფსკრულის პირას ხარ, თუ ახლა წაიქცევი, შენთან ერთად შენი ოჯახიც დაიღუპება და უცებ ამ გამაყრუებელ გაუგებარ ბერძნულ ხმაურში, თითქოს შორიდან, გადარჩენის ზარივით რეკავს მშობლიური ბგერები. ნეტავს საქართველოში როგორი ამინდებია. სუნთქვა გეკვრის, ნაბიჯ სანელებ, ხმისკენ ტრიალდები და პატარა მოედანზე შეკრებილ შენსავით დაღლილ, მაგრამ ნაცნობი თვალების მქონე ქალებს ხედავ. ქართველები არიან. მათკენ მიდიხარ და უცებ წლების განმავლობაში შეკავებული ცრემლი და სასოწარკვეთა ერთიანად გსკდება. სულ მოუთქმელად სწრაფად უყვები ყველაფერს. იანისის სიმდაბლეზე, ღამით ქუჩაში გამოგდებაზე, თბილისში დარჩენილ შიერ შვილებზე. სიტყვები ერთმანეთს ასწრებს. გეშინია რომ არ მოგისმენენ. მაგრამ ერთ-ერთი მათგანი, შუახნის, მკაცრსახიანი, თუმცა უსაზღვროდ თბილი თვალების მქონე ქალი ნონა წინ გამოდის. ის უსიტყვოდ გაცლის ხელი და მძიმე ჩანთას. გეხვეწები ნუღარტირი, გეუბნება ის და თავის დაღლილ შრომელ მკლავებს მხარზე გხვევს. წამოდი ჩემთან. ჩემს ოთახში ერთი საწოლი კიდევ დაეტევა. ხვალ კი ჩემს კირიას ვეტყვი, მეზობლად ეძებდნენ მოვლოს და უსამსახუროდაც არ დაგტოვებთ. ქართველები ვართ გოგო, ერთმანეთი თუ არ გადავარჩინეთ, ისე ვინ მოგხედავს. იმ ღამეს ნონას, იმ უცხო მაგრამ მშობლიური ქალის პატარა ოთახში ათევ. ნონა არა მხოლოდ ჭერი გაგიყო, არამედ სიცოცხლის იმედი დაგიბრუნა. მეორე დღესვე ნონას დახმარებით ახალ ოჯახში აღმოჩნდი და ეს სულ სხვა სამყაროა. კარის ღურბიც გადააბიჯე თუ არა, იგრძენი რომ აქ ადამიანი ხარ და არა უბრალოდ იაფასიანი მუშახელი. ბატონი კოსტასი და მისი მეუღლე ელენი ღიმილით გეგებებიან. ელენი შენს დაღლილ ჩამქრალ თვალებს უყურებს და მისი პირველი სიტყვები შენი მოვალეობების სია კი არა, უბრალო ადამიანური შეკითხვაა. ხომ არ გშია? მოდი დაჯექი. მათ სახლში სიმშვიდე ტრიალებს. გაძლევენ პატარა, მაგრამ სუფთა და ნათელ ოთახს. როცა სადილის დრო მოდის, თავიანთ მაგიდასთან გიწვევენ. იანისის სახლში განცდილი დამცირებისა და შიშის შემდეგ ეს მოულოდნელი სითბო და პატივისცემა ცრემლებამდე გაღელვებს. პირველად ამდენი ხნის განმავლობაში მოდუნდი და ხვდები რომ საფრთხე უკან დარჩა. ამ კეთილი ხალხის შემხედვარემ ახლა უკვე ზუსტად იცი რომ შეძლებ ფულის შეგროვებას, ვალების გასტუმრებას და შენი შვილებისთვის ღირსეული მომავლის შექმნას. წლები კადრები ვითგარბის. შენ ისევ არალეგალი ხარ და იმ ერთ სანატრელ საბუცელოდები, რომელიც სამშობლოში დაგაბრუნებს. სამყარო შენს თვალწინ იცვლება. მძღოლებისთვის ფულიანი კონვერტების ჩუმად მიწოდება, საბანკო გადარიცხვებმა ჩაანაცვლა. ქუჩის ტელეფონის ჭიხურები, ინტერნეტმა და ვიდეო ზარებმა. ცივი ეკრანიდან უყურებ, როგორ იზრდებიან შენი გოგოები უშენოდ. ბანკიდან გამოტანილი იპოთეკით, ის ობიანი, ნესტიანი, სარდაფი სამუდამოდ წარსულში დატოვე.
ახლა თბილისში შენს ოჯახს ნამდვილი ნათელი ბინა აქვს. ერთ დღეს ვიდეოზარით ნინი გირეკავს. მისი სიტყვებით ყვიასავით გხრეც მკერდში. დედა, ბებო აღარ არის. სამყარო ჭერდება. ჰაერი აღარ ყოფნის. შენ კედელს ეკორდნობი. საბუთები არ გაქვს. თუ წახო დასაფლავებაზე, ვეღარასდროს დაბრუნდები ევროპაში. ახლად შეძენილ სახლს მეორედ დაკარგავ. შვილებს მომავალი წაერთმევად. შენ ირჩევ შვილებს. შენ შედიხარ სააბაზანოში. ონკანს ბოლომდე უშვებ. წყალი ხმაურით ასხამს ნიჟარაში, რომ შენი ღრიალი და ყვირილი ჩაახშოს. იატაკის ცივ კაფელზე ეცენი და ტირი. შენ დედას ვერ მარხავ. ეს არის ემიგრაციის ფასი. გლოვისთვისაც კი არ რჩება დრო. ეკრანზე სახეები და მოთხოვნები განუწყვეტლივ იცვლება. ნინი უკვე დიდია. ჩაშავებული თვალებით გიყურებს. დედა, სამედიცინოზე ჩავირიცხე, მაგრამ გადასახადი ძალიან ძვირია. შენ დაღლილობას მალავ. გამოვაგზავნი დედი, შენ მხოლოდ ისწავლე. ნინის სახეს თაკოცვლის. დედა, აბიტურიენტი ვარ. რეპეტიტორები მჭირდება, თორემ ჩავიჭრები. შენ ისევ თავს უქნევ. გამოვაგზავნი დედი, ყველაფერს დაგიფარავთ. და ბოლოს, მარი. ჩვილი დატოვე, ახლა კი თინეიჯერია. მისთვის შენ მხოლოდ ხმა ხარ ეკრანიდან, სადღაც შორს მცხოვრები ქალი. დედა, ბანკეტი მაქვს, კაბა მინდა, ისეთი, სხვებს რომ აქვთ. მონიტორის ცივ მინასეფერები, თითქოს მის თმას ეხებოდე. გამოვაგზავნი ჩემო პატარო. კავშირი წყდება. შავ ეკრანზე მხოლოდ შენს დაღლილ, ჭაღარა შერეულ ანარეკლს ხედავ. იღებ დამატებით სამუშაოს, მესამე ცვლას. შენ აღარ გძინავს, შენი კეცი ლამპარში დამსკვდეულ ჯინად, რათა შენს შვილებს ყველაფერი საუკეთესო მისცე. 20 წელი გავიდა. მთელი ეს 20 წელი ამ მონატრებას უხმოდ ატარებდი, მაგრამ დღეს ათენის ქუჩაში მიმავალს ამდენი წლის დაგუბებულმა ტკივილმა ერთიანად ამოხეთქა. შენ მთელი არსებით ხვდები, რომ ეს მონატრება, ეს არ არის უბრალოდ სევდა, ეს ფიზიკური ტკივილია. შენ გენატრება შენი ენა, შენი ქვეყანა, შენი ქალაქი, გენატრება შენი ქუჩის მტვერი, გენატრება შენი შვილების ფიზიკური სითბო და არა პიქსელებიანი ეკრანი. შენ ეს ტკივილი 20 წელი ატარე და ეხლა აღარ შეგიძლია. ნინინ დაამთავრა, თაკომ ჩააბარა, მარი გაიზარდა. გახსენდება, რომ ბინა ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გამოსკედული. კიდევ წლები გჭირდება, მაგრამ შენ იღიმი. პირველად ამ 20 წლის განმავლობაში მართლა გულით იღიმი. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, ამბობ ხმამაღლა ქართულად. გამლელები გაგვირდებიან, მაგრამ შენ აღარ გატარდებს. შენ პირდაპირ აეროპორტში გარბი ხარ. მიდიხარ სალაროსთან და იღებ ბილეთს. რეისი ათენი-თბილისი. მხოლოდ ერთი მიმართულებით. უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია. შენ უბარგოდ, მხოლოდ იმ ტანსაცმლით, რაც გაცვია, მიაბიჯებ გასასვლელისკენ. შენ მიფრინავ სახლში. ავტომატური კარები იღება და თბილისის ჰაერის სახეში გცემს. შენ გარეთ გამოდიხარ, წვიმს, მაგრამ შენ არ გარბი ხარ. შენ სახეს უშორ წვიმას. ეს თბილისური წვიმაა. ის გბანს ათენის მტვერს, 20 წლიან დაღლილობასა და შიშს. ტაქსში ჯდები და სახლისკენ მიიჩქარი. შენ უყურებ ქუჩებს. ისინი შეიცვალა, მაგრამ მაინც შენია. შენ გძნობ ყოველი მოსახვევის, ყოველი ძველი შენობის სითბოს. შენი გული გამალებით ცემს. შენ გეშინია, რომ ეს სიზმარია და ახლა ისევ ათენის პატარა ოთახში გაგეღვიძება. უკვე საკუთარ სახლთან ხარ. კიბეებზე ადიხარ. ფეხები გიმძიმს. გული კი ისე გიცემს, თითქოს მკერდიდან ამოვარდნას ლამობს. აი ისიც, შენი სახლის კარი. ხელი გიგანგალებს. შენ ნელას წევ თითს და ზარს რეგავ. შიგნიდან ნაბიჯების ხმა ისმის. კარის საკეტი ჩხაკუნობს. კარი იღება. კართან ნინი დგას. ის გაყინული გიყურებს. მის თვალებში ჯერ შოკი და გაოცება, მერე კი ემოციის ამოფრქვევა. მთელი ეს 20 წლიანი უდედობა, ტკივილი და ეკრანს მიღმა დაგროვილი მონატრება ერთიანად სკდება. დედა! დედა! კივის ნინი ისეთი ხმით, რომელშიც მთელი სამყაროს სევდა და ბედნიერება ერთადაა თავმოყრილი. ის ტირის. გოგოებო, დედა ჩამოვიდა. პიქსელები ქრება. ახლა ისინი შენს წინ დგანან. ნამდვილები, ცოცხლები. ისინი მთელი ძალით გეხუტებიან. შენ სუნთქავ მათ სურნელს.
ეს აღარ არის ცივი მონიტორი. ეს მათი ცხელი ცრემლებია შენს კისერზე. შენ გძნობ როგორ გიკრავენ გულში. 20 წელი ანძამისთვის იცოცხლე. მთელი შენი ჯოჯოხეთი თითოეულ ანძამად ღირდა. შენ შეუძლებელი შეძელი. შენ მოიგე ეს ომი. შენ ხარ გმირი. შენ ხარ ქართველი ემიგრანტი დედა.